უბედური შემთხვევა აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩაზე გუშინ 9 წლის ჯობრუნეს მანქანა დაეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ქუჩაში გამოსულმა მოსახლეობამ გვიან საღამოს მოძრაობა იმოთხოვნით გადაკეტა, რომ გზის ამ ნაწილში სპეციალური შემაღლებები გაკეთდეს, როგორც ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, ეს იმ ადგილას მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის, ისინი დედაქალაქის მერიისგან შემაღლებების სასწრაფო წესით გაკეთებას მოითხოვენ. უბედური შემთხვევის შემდეგ ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოსულ მოსახლეობას თბილისის მერიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც მათ დღეს დილიდან შემაღლებების გაკეთებას შეპირდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიის მხრიდან დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში გზას ისევ გადაკეტავენ. ხვალდილიდან გავაკეთებთ კიდე რა გითხრათ ახლა? თვი არ გავა, არავინ დაიღუპოს, თვი არ გავა, ბავშვი არ დაიმტრეს, თვი არ გავა, არაფერი უბედურება არ მოხდეს. ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. მერიაში დაწერილია, მითხრეს რამდენჯერმე, არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. როგორ შეიძლება? აი თქვით ხალხო, რამდენი უბედურება ხდება? რამდენი არ გაიხსნება გზა სანამ ყურადღებას არ მოგვაქცევენ. დადიან და ლენტებს წრიან, მარტო აი ტრასა დავაკეთოთ, ეგრე არ შეიძლება. სიჩქარის ხელოვნური დაბრკოლება, რომ შეაფერხოს მოძრაობა. გაკეთდება ხვალ? გაკეთდება ხვალ დილას 11 საათიდან დავიწყებთ.